აღარც ვიცი სიმართლე გითხრათ სათქმელი რა არის და აი რომ ამბობენ ხოლმე რომ აი საქართველო უპატრონო ქვეყანა არა. მე მგონია რომ უპატრონო ქვეყანაშიც არ მოხდება ის რაც ჩვენთან ხდება, იმიტომ რომ აი უპატრონო ქვეყანა ინერციით მაინც წავა სადღაც. ჩვენს ქვეყანას მართავენ ბოროტ მოქმედები და მე ვერ მოვისმენ და არ მოვისმენ არავისგან, რომელიც წარსულთან პარალელს გაავლებს ან ეცდება ტოლობის ნიშნის დასმას, რომ აი ასე ხომ ხდებოდა, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც აქვს წარსული მეხსიერება, მაგრამ აწმყოში ვერ ხედავს რა ხდება, იმ ადამიანის პოზიციას, სიტყვას და დამოკიდებულებას ჩემთვის ფასი არ აქვს და სინამდვილეში ხო კომიკურია, ოღონდ გამოხატავს ეს ზოგადად ქვეყნის მდგომარეობას და იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც ამ ქვეყნის მმართველობას იბრალებენ, რაღაც სამმართველო, რომელიც ჩააბარეს მდინარეზე და თავი ნამდვილად არ დამიმძიმებია მისი სახელის დამახსოვრებით, რა ქვია ამ სამმართველოს. არც მიცდია გულწრფელად რო გითხრა ინგა, წარმოიდგინეთ, ჯერ ეს სამმართველო არკვევს და შემდგომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის და ვინ არა სამიასოს კომბინაცია. ანუ აქამდე მივიდა ეს ქვეყანა, რომ სასამართლოში ირკვევა, ვინ არის სამიასოს კომბინაცია, ამის გამო ვახოსანაიას ჟურნალისტს უშვებენ ციხეში და ეს ხო არ არის მედიაზე ტერორის პირველი შემთხვევა, უბრალოდ ვახოს სწორად შერჩეული სამიზნეა და ძალიან შეგნებულ დროს და მიზანიც რასაკვირველია. კიდევ ერთი მცდელობაა დაშინების, მაგრამ აი ახლა თუ პრობლემაა სამიასოს კომბინაცია, ხო მარტივად შესაძლებელია 51-ას კომბინაციის მოფიქრება დაილოცოს ქართული ენა, ხო, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ლექსიკით, საიდანაც ბევრი კომბინაციის გამოყვანა შეიძლება. და როდესაც ადამიანებს ხოცავენ, ადამიანებს სახლებში უვარდებიან, გორში ოჯახი გაწყვიტეს. ვიღაც მთვრალმა კაცმა ოჯახი უბრალოდ გაწყვიტა. გუშინ არასრულწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა კლინიკაში, მოკლულია ის ბავშვი და გამოდიან შემდგომ ადამიანები ტელეეთერებიდან მე მათ არასდროს დავარქმევ ჟურნალისტებს, იმიტომ რომ მე მათ არც კოლეგებად მოვიაზრებ და არც პროფესიული პატივისცემა გამაჩნია მათ მიმართ და გვესაუბრებიან, რომ დღეს გვინდოდა ბედნიერებაზე გვესაუბრა, ის ყოფილიყო თემა, მაგრამ იცით რა, ჩავთვალეთ რომ მოადგილო იყო და მოდით სიმშვიდეზე ვისაუბროთ. იცით რა მაინტერესებს, სიმშვიდე ან მშვიდობა იმ ოჯახისთვის არის ახლა 17 წლის არასრულწლოვანი რომ უნდა მიასვენონ სახლში და შვილი რომ უნდა იგლოვონ და დამარხონ, მათთვის არის მშვიდობა? ან აი რომ ამბობენ, ინგა რომ აი საქართველო არ გარუსტება. მე არ მგონია რომ ბევრი აკლია. ან იმას რომ ამბობენ, რომ აი იცით რა, მეტს ვეღარ გაბედავენ, ყველაფერს გაბედავენ. აბსოლუტურად ყველაფერს გაბედავენ, იმიტომ რომ წესით და ჩვენი გათვლით აქამდეც ვერ უნდა მივსულიყავით. და სინამდვილეში აი რუსეთი რა არის, ხო, ვინმე რუსეთის დროშის ფერები ხო არ გვაღიზიანებს. სინამდვილეში არის რუსეთი წყობა, უსამართლობა, ბოროტების მანქანა, სადაც კანონი არის ბოროტების მხარეს, ხალხი იჩაგრება. აი ამის გამო არის რუსეთი ჩვენი დეკლარირებული მტერი და სინამდვილეში აი ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა გახსოვთ რომ აი შუა უნდა გაიკრიფოსო. შუა კი არ გაკრიფა ივანიშვილმა, გააქრო ის ადამიანები, რომელთაც უნდა დაენახათ თუ რა ხდება საქართველოში, რომ ქვეყანა გარუსტა, ანუ ადამიანები დააყრუეს და დაამუნჯეს და ადამიანების რაღაც გარკვეული ნაწილი დღემდე უბრალოდ ვერაფერს ვერ ხედავს. აი ეს გააკეთა ამ ბოროტების მანქანამ და ხშირად ვიხსენებ ხოლმე და გუშინაც მომაწვა ამაზე ფიქრი, რომ მე და ჩემი კოლეგები რომლებიც წინა ხაზზე დაპირისპირების დროს სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად ვიღებდით მასალებს და ვიღებთ დღემდე, ხო? რას ვფიქრობდით მაშინ, რომ აი ხალხო, რასაც ჩვენ ვხედავთ, აი ეს ხდება და გვინდა რომ დაინახოთ და ნებისმიერი რისკის ფასად ადამიანებამდე მიგქონდა ეს, ხო? ცალკე საქმეა, რად გვიჯდებოდა ეს ყველაფერი. ახლა ხო ოცნება აღარაფერს არ მალავს, ოცნება შეფარვით ხომ აღარ მოქმედებს, რომ აი რაღაც შემოგვაპაროს, ყველაფერი არის დეკლარირებული, ყველაფერი არის გაცხადებული და ადამიანებს ასე პირდაპირ ეუბნებენ, რომ ეს ასე იქნება. ტროტუარზე დადგები, დაგიჭერთ, პოსტ დაწერ, დაგიჭერთ და შემდგომ იუმორის გამო ასე უსწორდებიან, ამას ვხედავთ, ხო? აი ადამიანების სიმართლეს ხედავენ და როგორც ჩანს ამ ადამიანებს უბრალოდ უღირთ ინგა გაჩუმება და სინამდვილეში იმაზე რომ მათ უღირთ გაჩუმება მეც ჩვენს ყველა ვინც აქ ვართ და ისინი ძალიან ძვირფასს გადავიხდით იმის მიუხედავად დღეს ვინ სად იდგა ვინ აპროტესტებდა ვინ ჩუმად იყო ფასი იქნება ყველასთვის ძვირი და ძალიან სამწუხარო შედეგი იქნება და მე უბრალოდ მართლა ვეღარ ვხვდები რაზე უნდა ვილაპარაკო ან
აი საქართველოს ამაყი აპოლიტიკური შვილი რომ ხარ დღემდე და დღემდე რომ არ გეხება ბევრი რამ და შენი თავმოყვარეობა რომ მიღვიძებს მაშინ, როდესაც წერალს გააკრიტიკებენ და შენი თავმოყვარეობა რომ არის მიძინებული მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ხელისუფლება გამოდის და გეუბნება რომ რუსეთს და ოსებს ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთო, როდესაც ტერორისტებთან ერთად დგანან სატირალში და ტერორისტებს გლოვობენ, ქალებს და ბავშვებს ასახიჩრებენ, როდესაც გაწყდა ნახევარი ქვეყანა, იმიტომ რომ განუკითხაობა. ამ დროს შენი თავმოყვარეობა რომ არ იღვიძებს და მარტო მაშინ ხარ ამ ქვეყნის ამაყი აპოლიტიკური შვილი, როდესაც ერთი იუმორისტი, რომელიც აქციაზე იდგა, რაღაცას ამბობს, რომელსაც შესაძლოა არ ეთანხმებოდი, ამის უფლება გაქვს, მაგრამ იმის მიღმა რაც ხდება, ამის უფლება ხომ არავის არ აქვს. სინამდვილეში ეს არის ის რეალობა, სადაც მოვხვდით და ამ რეალობაში ყველა ერთად ვართ იმის მიუხედავად, ვინ ვიბრძოლეთ და ვინ უბრალოდ ინერტულად მიდის. ამიტომ აი მე არც იმის თქმის მომხრე არ ვარ, რომ აი არ გარუსტება ეს ქვეყანა ბოდიში, მაგრამ ბევრი რამ გვაკადრეს და მგონია რომ კიდევ ბევრს გვაკადრებენ, ვიდრე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ დავინახავთ, იმიტომ რომ ვიდრე ვართ გაჩერებულები და დამორჩილებულები, იქამდე ყველაფერი გასდით, იქამდე დანაშაულები ხდება, ეს ქვეყანა იჩეხება და ბოდიში, მაგრამ მე ეს ქვეყანა ერთ დღეში კი არა, ვერც ერთ წელიწადში და ვერც ხუთში ვერ აშენდება.